2015 წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების კრიტერიუმები იცვლება. ისეთი ნივთები, როგორიცაა ტელევიზორი, გაზგურა და გამოთმობელი სარეიტინგო ქულების დადგენის პროცესში გავლენას ვეღარ მოახდენს. ასევე გათვალისწინებული აღარ იქნება სოციალური აგენტის სუბიექტური აზრით. როგორც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ინგა ბეგაშვილი ამბობს, მისთვის შეფასების ახალი კრიტერიუმი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახალი წლიდან განახორციელებს, მისაღებია, რადგან ხშირად ადამიანებს შეჭირვებული სტატუსის მისაღებად ხელს ნათესავების მიერ ნაჩუქარი ნივთები უშლიდა. ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ თუ შეიძლება ხომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ნივთი გაჩუქოს და ჩვენ ამის გამო თუ კი ვიღაცა ნივთს გვაჩუქებდა, ამის გამო გვქონდა დიდი პრობლემები. ხატია მაისურაძე ეპილეფსიით დაავადებულ დედასთან და დეიდასთან ერთად მარტო ცხოვრობს. მათი შემოსავალი სოციალური დახმარების შეწყვეტამდე ყოველთვიურად 78 ლარში ადგენდა. როგორც თავად ამბობს, მას სოციალური დახმარება სააგენტომ თავდაპირველად საზღვრის კვეთის გამო მოუხსნა. განმეორებითი თხოვნა კი დახმარების მისაღებად უშედეგო აღმოჩნდა. საზღვრის კვეთის გამო თქვენ შეჩერებით გაუდროებით სოციალური დახმარება და თუ პრეტენზია გაქვთ შეგიძლიათ მომძალეთ წერეთლის ამ ნომერში ჩავედი დავწერე საჩივარი ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე დღეში პასუხი ჩავამოვიდა რომ კონკრეტული მიზეზები ვერ დგინდებოდა რის გამო მიჩერებდნენ დახმარებას დავწერე ახლა განცხადება მოგბრძანდა აგენტი ერთ თვეში მოვიდა აგენტი აღწერა სახლი შეამოწმა ყველაფერი და ერთ კვირაში მივედი პასუხი რომ გამეგო და დაგვიწერეს მაღალი ქულები. უკეთესი იქნება ახალი კანონი თუ ხელმძღვანელებენ. თუ აგენტის გადასაწყვეტი აღარ იქნება ვიღაცა რიგითი მოქალაქის ვიღაცის გაჭირვება და კარგად ყოფნა. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით შეცვლილი შეფასების წესი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედება, სოციალურად დაუცველი ფენისთვის მისაღები იქნება. საყოფაცხოვრებო ნივთებს მაგალითად აღარ აქვს არანაირი გავლენა სარეიტინგო ქულაზე. გარდა ამისა, სარეიტინგო ქულაზე გავლენა არ ექნება სუბიექტურ აზრს, სოცაგენტის სუბიექტურ აზრს და მთავარი რაც არის სარეიტინგო ქულის დათვლისას გათვალისწინებული იქნება შემოსავლები და ის ქონება, რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით იუნისეფთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.